მშვიდობის მეგობრებო, როგორ ახართ? აივალზე გამოვედი და ქარია ცოტა. დაღრუულია და მაგრად. გაჩვენოთ, ნახეთ. უჭველი გაწვიმდება დღეს. როგორ ახართ მეგობრებო, თქვენ როგორ გაატარეთ გუშინდელი დღე? მე ჩემი ამბები კი მოგიტანეთ. ქარია, მაგრამ სასიამოვნო ქარია. წავიდეთ მეგობრებო, ეხლა როგორც ყოველთვის ჩემს სამზარეულოში და გავაკეთოთ სახლის მაკარონი. ავცომოთ ხელით. გავაკეთოთ. ცოტას გავაკეთებ. ბევრს ვერ გავაკეთებ. ბევრი ხანს მოცომა უნდა და მოდი აბა ვნახოთ რა გამოგვივა. ჭიქა ნახევარ ცივ წყალში, ბევრს რომ არ ვაკეთებ მე ახლა და ცოტა მინდა ჭიქა ნახევარ ცივ წყალში. ჩავაყარე სულ ოდნავ ერთი ჩაის კოვზის ნახევარიც არა მარილი და ახლა მოვცომო უნდა რაც შეიძლება მაგარი ცომი. შეგიძლიათ ქვილი ჩაყაროთ ჯერ და წყალი ასხათ ნელ-ნელა. ასეთ შეიძლება, ისეთ შეიძლება. ცომი თითქმის დავასრულე. კარგად მოვცომა ახლა კიდე ხელში. რაც შეიძლება მაგარი ცომი უნდა იყოს. ახლა ქვილი აღარ ჭირდება, მაგრამ მაინც ცოტას კიდე გავამაგრებ ცომს. ძალიან უყვარს ამიანს ხელით გაკეთებული მაკარონი, ხელით მოჭრილი. დღეს რა ვიცი, ვიღან აკეთებს მე მგონი, მაგრამ მე თუ არ შემზარდა და გავაკეთე, უყვარს და ჭამს. ცომს რაც მეტხანს მოზილავთ, მით უკეთესია. აქ უნდა გაუჩნდეს მასურეტები. აი, ჩემ ცომს აქ უკვე. დავაგონდავე პატარებად, რადგან ასე უფრო ადვილია გაყვანა. აი, გავიყვანე ცომი. ეხლა ამას დავჭრი ამ ზომებად. ეხლა მას დავჭრი ამ ზომებად. დავაწყობ ამ ზომებად, დავჭარი ამ ზომებად და ეხლა დავაწყობ. აი, დავჭარი მე ამ ზომებად. შეგიძლიათ უფრო წვრილადაც დაჭრათ. თქვენ როგორც გინდათ. არც ერთი არ მიეკრობა და არც ხარშვის დროს მიეკრობა და არც
ეხლა ეს წყალში მე ისე იქნება თითო ცალი. ეხლა ამას გადავიტან პატარა ჟარონაზე. კიდევ გავიყვან. მეორეც გავიყვანე, დავაწყე. ამასაც დავჭრი. ეს დავჭერი და გავამზადე. თქვენ როგორც გინდათ, მეგობრებო, თუ გინდათ, უფრო წვრილად დაჭერით. თქვენ სურვილის მიხედვით. წყალიც დავადგი, ჩამომატებ მარილს. ბევრს არა, რადგან ცომსაც აქვს. ადუღდება და ჩავაყრე. ჩემთან მაღაზიის მაკარონს არ ჭამენ მოხარშოს და ამას ჭამენ. მე ახლა ეს ორი გუნდა გავაკეთე რომ თქვენთვის მეჩვენებინა და კიდევ მაქვს მერე, მომიწევს კიდევ აი სამი გუნდა კიდევ მაქვს ასეთი. ამას მერე გავაკეთე. დავყრი ჟარონებზე, თქვენსაც შევასრისავ დავყრი ჟარონაზე და რომ იყოს ასე გაჩერებული, არც არაფერი არ მოვა. როცა გინდათ, მაშინ მოხარშეთ. წყალი ადუღდება, ჩავყრი და მოხარშოთ. წყალი ადუღდა, ჩავაყაროთ ახლა ისე რომ ქვილი მაინც და მაინც არ შევაყოლოთ. ამასაც გადავიტა. წყალი ბევრი უნდა ამას. ბევრ წყალში უნდა მოხარშოთ. ამას აღარ ავალაგებ, რომ მე დანარჩენსაც დავჭრი და გავამზადებ. ეხლა ძველი ვიდეო რომ არ გამომიდეს იმის დაჭრას რაღა მნიშვნელობა, გაჩვენეთ როგორ ჭრი, როგორ ვაკეთებ. თითო ცალია შეგიძლიათ. ნახეთ. კარგად მოიხარშოს. გადავუწურავ, კარგად გავრეცხავ ცივ წყალში. მერე ამ ქვაბში ისევ ჩავაბრუნებ, გადავაცხელებ კარგად. აქეთ დავწვავ ახლა სახლის კარაქს, თქვენ როგორც გინდათ, იმით გააკეთეთ, სულ ერთია. იმ კარაქს დავასხამ და ამაურებ და მზად იქნება. და ძალიან გემრიელია სხვათა შორის სახლის კარაქით და ასე სახლში გაკეთებული მაკარონი. აი კარაქი, ასე და ცოტა კიდევ მეც. ამას უხდება ძალიან. აი ცოტა ახლა ჩემი და ამაზე მეც საფშვები, თორემ უფრო მეტიც უნდა. არაქიც დავწვი, შევამზადე.
მაკარონის მოიხარშა, გადავწურავ ახლა. მაკარონიც გავრეცხე კარგად ცივწყალში. მე ბევრს ვრეცხავ, იმიტომ რომ საერთოდ არ შერჩება არც ფქვილის და არც ის ნახარშის რამე შიგნით. ჩავყრი ახლა. გადავაწყლებ. დავასხამ კარაქს. თითო წყალი არის შეგთი დაშლილი. ერთმანეთზე ერთი წყალი არ არის მიკრუ. გაჩვენებთ. აი ნახეთ. ერთი ცალიც არ არის სადმე მიკრული. ძალიან გემრიელია, კარაქითაა გაკეთებული და ახლა ამას როგორც გინდა ისე მიირთმევ. გინდა შაქართან, გინდა მაწონთან, გინდა სმეტანასთან, რაც გინდათ იმასთან. ესეც ჩემი კერძი მეგობრებო, ამდილიანად გავაკეთე მაკარონი. ამას ბებია ჩემი ბევრს ასე გაამზადებდა და ჟარონებზე დაწყობდა და გააშრობდა და მე ამით ბავშვობაში გვიკეთებდა ქარს. ეხლა ჩემთან ქარს არ შეჭამენ ამით. და ასე გაკეთებული ძალიან უყვართ და ჩემ ქარს ისე უყვარს, ერთ დიდ ბლოდს შეჭამს. ზოგჯერ გაახსენდება და მეტყვის თუ არ გეზარება გააკეთებო. არ მეზარება, ნამდვილად, ცონთა მუშაობა არ მეზარება. უბრალოდ ისა რომ მაგარიცო მივიდა და ცოტა დამღლელია. ხო. ბებია ჩემი ამას რძით რომ გააკეთებდა, ჩვეულებრივი ბრინჯის ქაში რომ კეთდება, ისე კეთდება აგიც. ბებია ჩემი ეძახდა ამას როგორ იცი, სუთლი, ხო, თურქეთიდან შემორჩენილი სიტყვა, ნახეთ, სუთლი. რძეში რომ გააკეთებდა, მასე ამბობდა ბრინჯისასაც და ამასაც და ხო. ჩემთან არ ჭამენ და იმიტომ რძიანს არ ვაკეთებ. ისე შეგიძლიათ. ძალიან გემრიელია მართლა. თუ ბავშვებს მithumetes მაკარონი ვისაც უყვარს, რძეში მართლა კაია. ხო, სხვა მეგობრებო, ხო, რაღაც მინდოდა მეთქვა. კომენტარებში თქვენობით ნუ მომართავთ, არ არის საჭირო და არ არის აუცილებელი მესმის ეს თქვენი კულტურიდან გამომდინარე რომ თქვენობით მწერთ. კი ბატონო, მაგრამ მე უკვე თქვენი მეგობარი ვარ, მე უკვე მოვშინავდი და შენობით მომართეთ არ არის პრობლემა და არც აუცილებელი რომ თქვენობით მომწეროთ. არც ასაკს მნიშვნელობა, რომ რა ასაკშიც არ ასაკის არ უნდა იყოთ, მომწერეთ შენობით. მე კი მეც მასეთი ვარ, მიყვარს უფროსებთანაც, უცხო ადამიანთანაც თქვენობით საუბარი, რა თქმა უნდა, ესე კულტურა არის, მაგრამ არა, არ არის საჭირო. ჩემთან არ არის საჭირო მომართეთ შენობით, საერთოდ არ არის ეს პრობლემა. უკვე მალე ერთი თვე გავა, რომ თქვენთან ვარ. ამინდი ძალიან ცუდი ჩანს, უკვე ცოტა წვიმაც დაიწყო. დღეს სარესხაც ვერ გაფენ ვერსად თუ გაწვიმდა, საშრობი მაქვს იქით და კი, მაგრამ თუ წვიმს, იქაც აწვიმს და არ მინდა მასეთი მოვასწარე გუშინ ყველაფერი. გუშინ სახლიც წუხეს რომ თქვი, სანამ დავეძინებდი ჩქარ-ჩქარა ყველაფერს გადაუსვი ისევ ხელი და ეხლაც თითქმის დალაგებული მაქვს, ერთს კიდევ შემოუქროლებ და
ისეთი დიდი საქმე არ მაქვს დღეს გასაკეთებელი. სხვა გეგმებს ვერ გეტყვით რა, კი გეტყვით რომ მქონდეს, უბრალოდ არ მაქვს დღეს გამე გეგმები, გარდა ის ერთი რომ უნდა დავყვე ჩემ ქმარს. ეს აუცილებელია. ხო, გუშინ ჭხილებზე ვერ ჩავედი, იმიტომ რომ დავრეკე და არ იყო ადგილზე ის გოგო და დღეს გადაურეკავ, თუ ექნება დრო, აუცილებლად მინდა რომ ჩავიდე, თორემ უკვე ჩემთვის არის, რა ვიცი. ჯერ უკვე გაფუჭდა რა, უბრალოდ კი არ არის გაფუჭებული და რომ გაიზარდა უკვე ფორმაც დაკარგა. არც მომწონს ასე და თან მე არ მიყვარს ასე გრძელი ჭხილები. არ მიშლის, უბრალოდ არ მიყვარს. ვისაც როგორც უნდა, ისე იკეთებს და ისე აქ. ეს არის შენი ბუნებიდან გამომდინარე. მე არ სხვას არავის არ ვეხები. უბრალოდ ჩემ ბუნებაში არის, რომ ვერ ვიტან ძალიან გრძელ ჭხილს. ხო, სხვა მეგობრებო, კიდევ რა გითხრათ? ისეთი არაფერი არ მაქვს. ხო, მოფიქრებული. მე საღამოს ალბათ ნახოთ, აბა როგორ მოვალ გუშინდელივით ნაჩქარევი მოსლა არ მინდა და რომ მივაყარე ყველაფერი და გავიქეცი დროში ვერ ვეტეოდი და რა მექნა. როცა დრო მაქვს, სულ მინდა რომ თქვენთან მოვიდე. მეტიც შეიძლება, მაგრამ ამ ორ ვიდეოს ვახერხებ და მომაქვს თქვენამდე და მესამეს ჯერჯერობით ვერა, იმიტომ რომ რა ვიცი, აბა სხვა საქმეებიც რომ არის, ერთმანეთში ვეღარ ვასწრებ, რომ გადავანაწილო. უკვე აღარ მერთულება, ჩვეულებრივ ამბავად მიმაჩნია და ჩვეულებრივად მუშაობ, მაგრამ მაინც ბევრი რაღაცაა რა, იქ ქმარი მოვა, იმას უნდა მიხედო, მერე შვილი გაიღვიძებს, იმას უნდა მიხედო, მერე საღამოს ვახშამია, წასასვლელი ხარ, მოსასვლელი ხარ, რაღაც ძალიან ბევრი ხომ, როგორც ჩვეულებრივად ჩვენ ქალებს მილიონი სამსახური გვაქვს და ამაზე დიდი სამსახური რა გინდა ოჯახზე დიდი, რომელიც არ ჩანს მართლა მთელი დღე რომ ფეხზე იდგე, ისე დაღამდება არაფერი არ ჩანს. ქალებს ეს ხვედრი გვაქვს, მაგრამ არაუშავს ყველაფერს შევათავსებ ერთი მეორეს და ორი ვიდეოს გარეშე მაინც არ დავრჩევი. ხო, ამას წინ მოვყვა Facebook-ზე, არ მახსოვს სახელი გვარი ვის ეწერა. ქალისო შრომაო, ყველაზე მეტიო ხელფასიო ქალს უნდა კონდესო. ქალის შრომაო არისო აუწონელიო და ამავდროულად ქვია უმუშევარიო. ქალს უნდა კონდეს ყველაზე დიდი ხელფასი. ის რასაც აკეთებსო, იმას ვერ გააკეთებს ვერც ერთი კაცი, რომელიც სამსახურში მიდის და ხელფასს ღებულობს და მთელი დღე მუშაობს იქ, მაგრამ ქალის შრომა მართლა აუწონელია, მე ვფიქრობ. შვილები ვისაც ყავს პატარა და კიდე ამდენი საქმე და კიდე ის და კიდე ის, ყველაფერი უნდა წასვა, მიიყვანო, მოიყვანო რაღაც, იმათვის ხომ კიდე მე რა ხო სახლში ვარ ძირითადად და არ მაქვს ისეთი საქმე, მაგრამ მეც ვიღლები და ვისაც ვისაც ოჯახში ბევრი ყავს, იმას ხომ რამდენი შრომა აქვს. ხო, მთავარია ჩვენი შრომა დაგვიფასო, ხელფასი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი შრომა დაგვიფასო და არავინ არ გვითხრას, რომ რას მიკეთებ მთელი დღე. ეს სიტყვა მე მაგალითად ვინმე რომ მითხრას ძალიან მეწყინება. მართლა და ვერ დაჯდები და ყველასთან უნდა მიგივიდეს შენი ხელი, იმას დაუთავ, იმას აჭამო, იმას ის და ეს რომ ვინმე მითხრას რას მიკეთებ მთელი დღე. რას ხო, ბებია ჩემი იტყო და კაცი რომ გამოიბაო და ატარო მთელი დღეო, შენ რასაც აკეთებო, დაიღლებაო და ძალა გამოელება და წაიქცევაო, მარტო რომ ატაროო და პლუს იმას სამსახური რა იყო, პლუს იმას საქმიანობა. ხო, მაგრამ
ვინც კიდე მუშაობს და გარეთ სამსახურით აქ მოვა კიდევ სახლში საქმე დახდება, რომ მუშაობდი ერთი პერიოდი მართლა. ერთი პერიოდი რა სულ მუშაობდი, მაგრამ ერთი იყო ის, რომ დილას ახლოს მუშაობდი აქ და თან არ მიწევდა შორს წასვლა მარშრუტკებით და რაღაც, მაგრამ დილას ავდგებოდი ძალიან ადრე, აქ სახლის საჭმელიც უნდა დამეტევია, მერე ის დასაუთოებელი თუ ის რაც ყველაფერი უნდა მომესწრო, მერე გავბოდი აბა სამუშაოზე იქ ხომ მთელი დღე ფეხზე დგომა მიწევდა, მერე მოვდიოდი უკან ვახშამზე უნდა მეფიქრა, მერე ისევ ყველაფერი უნდა დამელაგებია და რა ვიცი, ამასაც ვაკეთებდით ხო? და ბევრია ასე ჩართული, მაგალითად ჩემზე რატომ ლაპარაკობ, ბევრია ასე და მართლა გაწვალებულია ქალები. თავარია რომ დაუფასდეს, ეს არის თავარი. შვილისგანაც, მეუღლისგანაც, ყველასგან, ოჯახის წევრისგან. ხო. ეხლა მამაკაცებიც მუშაობენ, რა თქმა უნდა და მთელი დღე წასულები და ტვინით მუშაობენ, თუ ფიზიკურად მუშაობენ, დაღლილები და კანცული, მაგრამ ჩვენ ხომ უფასეთ ცოლები. ხომ დგავართ ფეხზე რომ მივხედოთ? ასე უნდა იყოს ოჯახში. ერთი მეორეს უნდა დაუფასოთ ის შრომაც, ის ყურადღებაც და ერთი მეორისთვის მოვიცალოთ უნდა იმდენად მაინც რომ სულ ის არა რომ საჭმელი გავუკეთო და ოდღა არა იმ ლაპარაკის დროც უნდა გამონახო ერთმანეთთან საუბარი, მომავლის გეგმები, ხვალინდელ დღეზე საუბარი, იმის დროც უნდა გამონახო, რაც არ უნდა დაღლილი და დაქანცული იყო, გინდქმარი იყოს და გინდცოვე. მე ასე ვფიქრობ, რა ვიცი. ხო, ოჯახი ძლიერი ვერ იქნება, თუ ერთი აზრი არ არის, ძლიერი ვერასდროს ვერ იქნება. ხო, მეგობრებო, რა ვიცი, ხანდახან ასე მივედმოვედები, ხან ის გამახსენდება, მაგრამ ეს თემა მე მგონი ისეთია, რომ ქალებს ყველას გვეხება. ახლა საათი არის 11:09. რამდენი რამე მოვასწარი უკვე 11:09-მდე. რამდენი რამე. მიხარია რომ ცოტა უფრო გამოცოცხლება დამეთყო, იმიტომ რომ ჩავები ამ საქმეში, აქეთ ეს უნდა გავაკეთო, მოვასწრო სახლის საქმე ის და მერე კიდე თქვენთან რომ უნდა მოვიდე, ეგეც უნდა მოვასწრა და უკვე ესეთ ჩვეულებრივი გეგმაა, დღის გეგმა, რომ ეს უნდა ჩასვა აუცილებლად, რომ გამოუყო ამას რაღაც დრო, რომ ეს ვიდეოც ჩაწერო და მოიტანო თქვენამდე. ჩვეულებრივი დღის გეგმაში შედის. ხო. აქ უკვე ახმაურდნენ მოსულები არიან 9-ზე რომ მოდიან, გვიანამდე 7-მდე 8-მდე მუშაობენ და 8-მდე ისეთი ხმაური გვაქვს რომ რა ვიცი, რა უღოთ. გუში რომ საჭმელი გავაკეთე, ხო? კარტოფილის. სულ ერთი ლუკმა დარჩენილი. ფიქრობ სადილის ხომ არ მოვიფიქრო რამე და გავაკეთო მეთქი, მაგრამ არ ვიცი ჯერ არ ვიცი. ზოგჯერ ისე არის რომ რაღაცას ისე შევწვა მაგალითად და იმაზეც შეიძლება რომ გაიარო და ეხლა ელემენტარული სალათის გაკეთებას და ის კვერცხის შეწვას ხომ არ გაჩვენებთ. რამეს თუ ისეც ვაკეთებ. ხო, მეგობრებო, მე არ ვიცი. მე ხომ არ ვიცი ვინ საიდან მიყურებს და ბათუმიდან მიყურებენ, იტალიიდან მიყურებს, თბილისიდან მიყურებენ, ქუთაისიდან მიყურებენ. მარტყოფიდანაც მიყურებენ. ვინმე არ გამომჩეს ამ წუთას არ ვიცი. ხო, გუშინ ვიღაც კიდე იყო გამომწერი, რომელმაც რომ თქვი, რომ კრემის რეცეპტი მთხოვა მეთქი, ამან რუსულად მომწერა მერე და ეთყობა ეს არ ვიცი აქ ცხოვრობს თუ საიდან ჩამერთო, არ ვიცი ნამდვილად.
ეგეც მიყურებს, არ ვიცი, შეიძლება აქ ცხოვრობს და შეიძლება სადმე და რუსულად მომწერა, არ ვიცი, ვერ გეტყვით უკრაინიდან, რუსეთიდან თუ აქ მაცხოვრებელმა ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ხო და რა ის თქმა მინდა, მე რასაც რომ ვაკეთებ ამ კერძებს, ხო? მე ხომ არ ვიცი მართლა ნახეთ რამ ხელახმაურია. სად როგორი კერძები კეთდება, რაღაცები ვიცი, მაგრამ ყველაფერი ხომ არ ვიცი და ამიტომ მომაქვს მე კერძები ჩემი რაც მომაქვს და დანარჩენს ნახავს ჩემი მაყურებელი და თქვათ იმან ჩემზე უკეთესად იცის ის და რა თქმა უნდა ვიცი რომ ეცოდინება ყველა ოჯახის ქალი არის და ყველა აკეთებს კერძებს და ჩემზე უკეთესად რა თქმა უნდა უბრალოდ მომაგის რაც ვაკეთებ სახლში კი მე იმასაც ვაკეთებ მაგალითად წაცაც ვაკეთებ ტაფის ხო ასეცაც მაგრამ ეგეც ბევრმა იცის ძალიან ბევრმა იცის და ეხლა ვთქვათ კვერცხი მაიონეზში ეგეც ბევრმა იცის ვთქვათ ოლივიე სალათა ეგეც ბევრმა იცის ხო და ასეთებს ვფიქრობ არ დავდო მეთქი ასეთ რაღაცებზე ხო და მე რომ რაღაც ცოტა მგონია რომ ეს ასეთი რაღაც ჩემი რეცეპტები რომ არ შეტანილი და ასეთი სხვა მარიცის ასეთი მომაქვს თორე მე ვუყურებ ბლოგერებს ისეთი რაღაცები კეთდება შეიძლება მე საერთოდ არ ვიცოდე და ჭარული აქედანაც მიყურებენ აჭარიდანაც რა თქმა უნდა ზემოაჭარიდანაც მიყურებს და იმას ახლა კაიმაღი და ბორანო და ფხალობიო არ გაუკვირდება ნამდვილად მაგრამ მიყურებს ხო და ამიტომ რასაც ვაკეთებ მოვიტან და ვისთვის ჩვეულებრივია და ვისთვის კიდე უცხოა რაც უცხოა იმასაც კიდე სათაურად გიტოვებ დილას ახლა რომ აბდექი დღეს იყო ალბათ 8 საათი ხდებოდა ხო 8 საათი რაღაც სულ ცოტას დღეს აირანი დავლიე ნახევარი ჭიქა და მე წამლები რომ არ შეიძლება შიერზე რომ დავლიო უზმოზეც მაგდა სალევი მაგრამ მის მერე ვამბობ და 12-მდე კოფეს არ დავლევ და არც მანამდე არაფერს სხვას არ ჭა უბრალოდ არ მინდა ვერ ვდიეტობ ეხლა დიეტობ და ვაიმე დავსუსტე და მაგის გამო კი კარგი იქნება ნამდვილად რომ დავსუსტე მაგრამ სახეზე ძალიან არ მიხდება დასუსტება ისე ჩამეცვივდება მე ვიყავი ერთი პერიოდი ისე ჩამოსუსტებული კი ვთქვი მე რომ ის ტანსაცმელები რაც მეცვა გავაჭუქე მეთქი სულ ახალი ტანსაცმელები ისეთი სუსტი ვიყავი რომ იმ დონემდე მე ვეღარასოდეს ვერ მივა მაგრამ ისეთ სუდად რაღაცნაირად აქ სახე ჩამომეღვენთა რომ იტყვია საერთოდ არ მიხდება ის სუსტე და ეს წონა რომ შევინარჩუნო ცოტა რომ მოვიკლო შეიძლება ეს წონაც რომ შევინარჩუნო ვცდილობ არ გამექცეს წონა თორემ ეხლა დავსუსტე ვიდიეტო და ჯერ ერთი ვიტამინების ნაკლებობაც არ შეიძლება. კი, ისეთი დიეტებიც არის, რომ ვიტამინებიც შედის მაგალითად, მაგრამ ვცდილობ ჩემ თავს მივხედო ისე, რომ არ ვიყო ძალიან მსუქანი და რაც ვარ, ეგეც არაუშავს ვარ. ვერ ვიდიეტებ, ნამდვილად. ჯერ იმიტომ ვერ ვიდიეტებ, რომ წამლებს რომ სვამ, ამასაც რაღაცნაირი კვება ჭირდება და არ გამოვა. უბრალოდ ვცდილობ, არ ვჭამ, 6-ის მერე კი არა და 5-ის მერე საერთოდ არაფერს არ ვჭამ. და არც მშილდება, არც მინდა, არც დილას. ეხლა ხომ თქვი, ამდენი აირანი მაქვს დალევი. არც მინდა, რასაც მიეჩვევი, ისე იქნება. მაგრამ ეს წამლების მიშვება, რომ ასუქებს და სულ არ დარდობ მაგასაც. ეხლა იმ სისუსტეს, რაც ვიყავი და დამამახინჯა იმ სისუსტემ, მაშინ თურმე
ვერც ხდებოდი. ასე ამაზე მეც არ ვჭამდი მაშინაც, მაგრამ თურმე რაღაც პრობლემები მქონდა და იმიტომ სუსტებოდი და მე უცებ აღმოჩნდა რომ ფილტვის ანთება დამემართა. ხო და არა იმ სისუსტეს მირჩევნია რომ ასე ვიყო. და ხილს ვჭამ, ხილი მიყვარს და ხილს ვჭამ ძალიან ბევრს და ესეც ვიტამინებსაც ვღებულობ მაგრამ ხილიც ასუქებს. 75 და სადღაც 400-500 ასე ვარ, ან 600. ასე ვარ, მაგრამ ხო და მე მეტრო 67 ვარ. თუ სწორა, ხო, მეტრო 67 ვარ. ცოტა მეტი ვარ ჩემ სიმაღლესთან, მაგრამ ასე მეგობრებო, მეტი დღეს არაფერი არ ხდება ჩემთან, რომ მოგიყვეთ. დღეს რაც მოვიტანე ეგ არის წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ. მოვალ საღამოს აუცილებლად. აბა დროებით.